დაუბრუნდა. და ახალ გუბერნატორებზე პირველი შეფასებები გაკეთდა პარლამენტში, სადაც დღეს პლენარულ სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი გავიდა. დეპუტატებს მარიამ ცარელაშვილი ესაუბრა. მარიამ, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. როგორ აფასებენ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოს წევრები? პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ დეპუტატები პარლამენტში. ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელი აცხადებს, რომ სრულ ნდობას უცხადებს პრემიერის მიერ წარდგენილ გუბერნატორებს და ის შენიშვნები, რომელიც გამოითქმეოდა მათ, ვთქვათ, ზოგიერთი გუბერნატორზე იყო საუბარი, რომ ის იყო ყოფილი პოლიციელი და ყოფილი მაღალჩინოსანი, ის ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს მისთვის არგუმენტი არ არის. რაც შეეხება უმცირესობის წევრებს, უმცირესობის წევრებმა ჯერჯერობით კომენტარზე თავი შეიკავეს, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უმცირესობა ამ თემაზე პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ უცხადებ ნდობას პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გუბერნატორების დანიშვნასთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ პრემიერის არჩევანი არის სწორედ განპირობებული იმ კუთხის, იმ რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ვინმე იყო პოლიციის უფროსი ან სამხარეოს უფროსი, ეს არ არის კრიტიკის მთავარი არსი.